გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ. კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს. თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას? მან უთხრა. დიახ. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა. რას ფიქრობ, სიმონ? მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაშს? თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან? როცა თქვა უცხოთაგანო, იესომ უთხრა მას. აბა ძენი თავისუფლები ყოფილა. მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე. ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე. გაუღე პირი და შიგიპოვის სტატირს. წამოიღე იგი. მიეცი ჩემთვის და შენთვის.